შემოგვერთა ფსიქოლოგი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ხურცია. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თუ რა როლი აქვს ოჯახს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში და ბუნებრივია გუშინდელ დღესაც შევეხებით. ირმა, დილომშვიდობისა, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. აი ჩვენ ახლა მოვისმინეთ ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან, მათ შორის ერთ-ერთი იყო 2014 წლის პირველი რომელიც მოვისმინეთ ის დღე, როდესაც დაფუძნდა უწმინდესის მიერ ოჯახის სიწმინდის მტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე და პატრიარქი საუბრობს თუ რა ხელმძღვანელობა აქვს ოჯახს, მშობლების მიმართ პატივისცემას, ერთობლივ ლოცვას და უკვე შემდგომი წლებიც, როდესაც იგივე თემებზე საუბრობს. თქვენი განწყობა ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე გუშინდელი დღის მონაწილეს ბრძანდებით, გუშინდელი მსვლელობის და დღის მნიშვნელობაზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა და ასევე გუშინდელ დღეზეც. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღის დაწესებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც აღნიშნეთ და როგორც მოვისმინეთ, პატრიარქი საუბრობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი, როგორც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ასევე სახელმწიფოსთვის. წმინდა მამების განმარტება ოჯახის შესახებ ყველას მოიხსენება, რომ ოჯახი არის წმინდა მცირე ეკლესია და ამაზე უპირატესი შეფასება ოჯახის მნიშვნელობის არსისა მე არ მეგულება. თუმცა მაინც შემიძლია გავიხსენო საერო ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული დეფინიცია ოჯახისა, რომ ის არის მიკროსოციუმი, მაკროსოციუმის მცირე მოდელი და შესაბამისად, როგორიც არის ოჯახი, ისეთია ადამიანი, ისეთია საზოგადოება, ერი და სახელმწიფო. ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ ოჯახის მნიშვნელობის შესახებ. მართალია ეს დღე ახალი დაწესებულია ჩვენი უწმინდესის მიერ სულ 12 წელია და ისტორიისთვის 12 წელი, როგორც 12 დღე შეიძლება ითქვას, ასე ითვლება, მაგრამ ის რომ ასე აიტაცა ქართველმა ხალხმა ამ დღის საზეიმო აღნიშვნა, სწორედ იმას მიუთითებს, რომ ერის სულიერ ფსიქიკურ არაცნობიერში იყო განწყობა იმისა, რომ ოჯახი არის ისეთივე ღვთაებრივი საუნჯე, როგორზედაც წმინდა ილია მართალი წერდა, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა პაპათგან, ეს არის მამული ენა და სარწმუნოება და თუ ამათაც არ გავუფრთხილდით და ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებითო. აი ეს განწყობა, რა თქმა უნდა, არსებობდა. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ოჯახი არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი სისტემა და ის მუდმივად დინამიკაშია, მუდმივად მოქმედებაშია და ამიტომ ოჯახში მიმდინარე ცვლილებები აისახება გარემოზე და შესაბამისად გარემოში, სამყაროში მიმდინარე ცვალებადი პროცესები აისახება ოჯახზე. და სწორედ ამიტომ რომ თქვი რომ მოძრავი და დინამიკურია ოჯახი, მაგრამ ის ღირებულებები უცვალებელია, უცვლელია და მარადიულია, რომელსაც ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება. და სწორედ ამიტომ დააწესა პატრიარქმა ეს დღე, შეგვახსენა ჩვენ ყველას, რომ მარადცვალებად სამყაროში, რომელიც სავსეა გამოწვევებით, სწორედ ოჯახს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შეინარჩუნოს როგორც ეროვნული თვითშეგნება, ასევე თითოეული ადამიანის პიროვნული იდენტობა. ასე რომ ოჯახის მნიშვნელობაზე საუბარი საკმაოდ ვრცელი შეიძლება გამოგვივიდეს, მაგრამ კიდევ რამდენიმე ასპექტზე მინდა ყურადღება გამომახვილო, რომ ოჯახში ყალიბდება ადამიანი პიროვნებად, ოჯახში სწავლობს მოყვასის სიყვარულს, სწავლობს იმ უნარებს, როგორიც არის შრომის მოყვარეობა, უვითარდება შემოქმედებითი რესურსები, სწავლობს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ახალი ინიციატივების გამოჩენას და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შემდგომ უკვე მას სოციალიზაციის პროცესში ეხმარებიან. ოჯახში სწავლობს, აკვირდება ადამიანის საკუთარ
ოჯახის მოდელს და შემდგომ აი ამ მოდელის საფუძველზე ქმნის საკუთარ ოჯახს და ამიტომ არის სწორი ღირებულებების განვითარება და კიდევ ერთხელ შეხსენება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ოჯახში მშობლობა არის უდიდესი თავგანწირვა, შვილობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ პატრიარქმა, როდესაც ეს დღე დააწესა, მშობლების პატივისცემაზეც ისაუბრა და ამასაც გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ადამიანი თითოეული ჩვენგანი მიილტვის ბედნიერებისკენ, ფსიქოლოგიური თუ მატერიალური კეთილდღეობისკენ, დღეგრძელობისკენ და ამის უმთავრესი ღირებულება სწორედ არის მშობლების პატივისცემა. ასე რომ ოჯახი არის ის გარემო, სადაც ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სამშობლოს და ღმერთის სიყვარულს და სწორედ აი ამ სიყვარულის გარეშე შეუძლებელია აი დღეს турბულენტურ ზონაში რომ ვიმყოფებით გავუძლოთ იმ რყევებს, რასაც თქვათ არაქრისტიანული თეორიები და მოდელები გვთავაზობენ. დიახ, ირმა, აი გუშინდელ დღეზე მონაწილე ხართ გუშინდელი დღის თავად ხართ მრავალშვილიანი დედა, აქვე ვეტყვი მაყურებელს. მართლაც გამორჩეული დღე იყო, 17 მაისის აღნიშვნა დაემთხვა ასევე პატრიარქ შიო მესამის პირველ საპატრიარქო სადღესასწაულო წირვას და აი თქვენი ემოცია ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ მასშტაბი აი ამ ღონისძიების აღნიშვნის და ამ დღის აღნიშვნის და ყოველწლიურად იზრდება და გუშინდელი დღეც ამ მხრივ იყო გამორჩეული. მრავალშვილიანობაზე მოგახსენებთ ჯერ, როგორც მრავალშვილიანი დედა, ხშირად ვფიქრობ და ვამბობ, რომ მრავალშვილიან ოჯახებში უფლის უხილავი ხელი ხილული ხდება. რა თქმა უნდა, თუ უფალი არ შეგეწია ერთ შვილსაც ვერ გაზრდი, მაგრამ როდესაც ერთი და ორი შვილი ყავს, მაინც არსებობს ილუზია იმისა, რომ რაც შვილს სჭირდება, ყველაფერს თავად მშობელი უკეთებდა. როდესაც ბევრი შვილია ოჯახში, ხვდები, რომ ეს შენს ძალებს აღემატება და ხილულად ხედავ უფლის უსაზღვრო მოწყალებას და შემწეობას. მაგრამ რა თქმა უნდა მრავალშვილიანობა უდიდესი პასუხისმგებლობაც არის, უდიდესი პატივია და განსაკუთრებით პატივში ვართ ახლა ჩვენ მრავალშვილიანი მშობლები, იმიტომ რომ ყველა ოჯახში არის ნეტარხსენებული პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ნათლული. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ამ დღის მიმართ არის განსაკუთრებული, ემოციაც არის განსაკუთრებული და ვიტყვი რომ ეს ემოციები როგორც ეს უკვე ყველა ქართველში არის ამბივალენტური, ანუ სევდისა და სიხარულის ერთდროული შეგრძნება. სევდისა იმის გამო, რომ პატრიარქი ილია მეორე ჩვენთან აღარ არის, მაგრამ სიხარული იმის გამო, რომ ჩვენ გვყავს უწმინდესი ილია მეორის სულიერი მემკვიდრე და ღირსეული გამგრძელებელი მისი გზისა, ახალი პატრიარქი შიო მესამე და ღრმად წამს და გვჯერა ყველას, რომ მისი წინამძღოლობით უკვე თითოეულ ჩვენგანს, ერთსაც და ბერსაც უფრო გაუმარტივდება უერთგულოს ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქის ასევე სათაყვანებელ საქართველოს, სადაც უმთავრესი ღირებულებებია ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ბატონო, ქალბატონო ირმა, თითქოს ასე რაღაცა სიტყვის დონეზე მაინც ან თუნდაც მცირედი მოსაზრების დონეზე ვიცით ეს ეკლესიური სწავლებით იქნება თუ სხვა გამოცდილებით რომ ძლიერი ოჯახი არის ძლიერი სახელმწიფო საფუძველი, სიმტკიცე, ბურჯი გნებოთ, ხო? ასევე ჩვენ ვიცით რომ მცირე ეკლესია ეწოდება ოჯახს. მაგრამ აი თქვენ წეგან გამახულეთ ყურადღება ძალიან კარგად რომ თვითონ ხვდებიო რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდებოდა ჩვენ მგონია მშობლებს, მაგრამ ღმერთი აკეთებს. არის ნაწილი საზოგადოების ვინც ამბობს რომ აი რაღაცა მე არ შემილია, ძალიან რთულია ვერ მიყოლება ბევრი შვილი და თუ ღმერთი გაძლევს შეგაძლებინებს, არის მეორე ნაწილიც რომ მარტო ასე გონია რომ აი დაუშვათ მე გავაჩენ და ღმერთი გასდის. აი პასუხისგებლობას იდეალურია, კარგია, შესანიშნავია მრავალშვილიანი ოჯახი რაც მეტი იქნება რაჯობს ამას, მაგრამ პასუხისგებლობას ჩუბლობის და გააზრებას რომ უბრალოდ ღმერთი გაძლევს და მე ღმერთმა ყველაფერი გააკეთოს და ფეხი-ფეხზე გადავედო, ეს რამდენად სწორია, ან მეორე მხრივ ის რომ უკვე შიში იმაზე რომ არ მინდა ბევრი შვილი, იმიტომ რომ ვერ შეძლებ გასდას. იმათ ვისაც ეშინიათ
და არ სურთ ბევრი შვილი, ალბათ იმაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. კი ბატონო, პირობები შეიქმნას. ცხადია ეს ახალგაზრდა ოჯახებს. ეკლესიამ და მისმა მეთაურმა უწმინდესმა ილიამ მეორემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაში საკუთარი უდიდესი წვლილი შეეტანა და სწორედ პატრიარქის ინიციატივას მოყვა ის, რომ 50,000-ზე 50,000-ზე მეტი ნათლული ყავს პატრიარქია გაჩნდა. დიახ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას აღვნიშნე კიდეც, რომ რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი თავგანწირვა მშობლობა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი ყავს. ეს მოითხოვს ადამიანისგან უდიდეს ენერგიას, სიყვარულს, რაც მთავარია და რა თქმა უნდა უდიდეს ძალისხმევას. არც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ფიქრობს, რომ მე ახლა შულს გავაჩენ და მას ღმერთი მიხედავს და მე არაფერს გავაკეთებ. ეს ნამდვილად ასე არ არის. და თუ ასეა, ალბათ არასწორი ეს ქრისტიანობისგან ჩვენ შეიძლება ამ დროს საუბრობდეთ რიტუალურ ქრისტიანობაზე და ეკლესიურობაზე და არა გაცნობიერებულზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ახალი შვილი, ანუ ახალი სული, ეს არის უფლის საჩუქარი და მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება და მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც გარემო სხვა გამოწვევებს გვთავაზობს, ძალიან რთულია, რომ შვილებს ის ღირებულებები ჩაუნერგო, რასაც მართლმადიდებლობა კარნახობს და გვასწავლის. მაგრამ ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ უფალი შეგვეწევა და პატრიარქების ლოცვით, ხო, პატრიარქებით ხო ახსენე, იმიტომ რომ შიომესამემაც ბრძანა, რომ გააგრძელებს ამ ტრადიციას და მონათლავს მომდევნო მესამე და ყოველ მომდევნო შვილს. ძალიან დიდი მადლობა ირმა ჩვენთან მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ბრძანეთ, დიახ. კი, რა თქმა უნდა. დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტიანობის გავრცელების 1700 წელს, უпростоრად სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ვიცით, რომ პირველ საუკუნეში იქადაგა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა და აი ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულს არ დავიწყებია ყველაზე მთავარი დიდი ოჯახი, ზეციური სამშობლო, ზეციური საქართველო, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი მოკავშირე და ერთხელ პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა და სწორედ ეს სიტყვები მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მაყურებელს, რომ ზეციური საქართველო, სადაც მარადიული სიცოცხლე და დღესასწაულია, მუდამ უგზავნის მადლს მიწიერს და მიწიერს საქართველოსაც შეუძლია ზეციურივით გაბრწყინება, როცა მადლის მიმღებელნი გამოჩნდებიან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ფსიქოლოგი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფსიქოლოგიის პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ხურცია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.